გამარჯობა, მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარ და ვუტ საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. პრემიერი კობახიძე აგვისტოს ომის წლის თავზე კონფლიქტის პროვოცირებაში საქართველოს ადანაშაულებს. სარკისებური ნარატივი ისმის სალავიოვ ლაივის ეთერიდან. ომის ქრონიკა, რუსეთის ჰიბრიდული ომი უკრაინის წინააღმდეგ. დღეს გამოშვებაში ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ. სტუდია მონიტორი თაღლითური კოლცენტრების საქმეზე ახალ საგამოძიებო რეპორტაჟს აქვეყნებს. როგორც ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, კოლცენტრების დანაშაულებრივი სქემის მთავარი ფიგურანტები, რომელთა წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ შარშან აღძრეს, მუშაობას ახალ მისამართზე აგრძელებენ. იყენებენ იმ ავტომობილებს და ქონებასაც, რომელიც ჯერ კიდევ შარშან დააყადაღეს, რაც ჯგუფის მფარველებთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს. საუბარია AK ჯგუფზე, რომლის ახალი ოფისი ჟურნალისტების ინფორმაციით დიღომში მდებარეობს. მონიტორის ინფორმაციით ოფისის ხელმძღვანელი აკაკი ქევხიშვილია. გასული წლის საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით ჯგუფმა, რომლის ნაწილით საქართველოში მდებარე კოლცენტრია, ევროპასა და კანადაში 6,000-ზე მეტი ადამიანი 35 მილიონ დოლარზე მეტით დააზარალა. სტუდია მონიტორში გამოძიების მეორე ნაწილის გამოქვეყნების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელეს ცნობა, მალევე კი მათ გვერდებზე კიბერთავდასხმა გახორციელდა. აგვისტოს ომის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერი კობახიძე საგანგებო წერილს აქვეყნებს, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ამბობს, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, ციტატა, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად განახორციელა. როგორც ეს წერს, კვლავ ციტატა, მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ქონია, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება. კობახიძე ოპონენტებს Deep State-ის მითითებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით ხელისუფლების კრიტიკოსებმა რუსეთი საქართველოს მთავარ მტრად მხოლოდ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოაცხადეს. მაშინ როცა 2008 წლის ომის შემდეგ მსგავსი დამოკიდებულება არ ჰქონდათ. როგორც ის თვლის, ეს ადასტურებს, რომ მათი პოზიციები არა ღირებულებებით, არამედ გარეძალების დირექტივებით არის განპირობებული. კონკრეტულ პირებს, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან ჩასული ადამიანების მიმართ აგრესიულად არიან განწყობილი, დასავლეთი აფინანსებს. ეს ამჯერად არა საქართველოს პრემიერის, არამედ მოსკოვში მცხოვრები ქართული წარმოშობის პრორუსი ბიზნესმენის მამუკა ფიფიას სიტყვებია. კიდევ რამდენიმე მსგავსება რიტორიკაში. სალავიოვ ლაივის ეთერში პრორუსი ბიზნესმენი საქართველოში რუსოფობიაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ამ მითის შექმნას. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევების დიდი ნაწილი დასავლეთიდან არის ორკესტრირებული. საბოლოოდ ფიფია ასკვნის, რომ პროდასავლური ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში ტურისტული სეზონი ჩაშალონ. ქართული ოცნების ნარატივები, რომელიც ერთ-ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდას და ომის შიშის კულტივაცია როგორც პოლიტიკის აღსრულების ინსტრუმენტი. ამ თემაზე ინტეგრირებული კომუნიკაციის ექსპერტთან თინა სტამბოლიშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, ქალბატონო თინა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დავიწყოთ კობახიძის და მამუკა ფიფიას ანალოგიური მესიჯებით რუსოფობიაზე. ომის წლის თავის დღეებში და ზოგადად ბოლო პერიოდში რა დატვირთვა აქვს მსგავსი ნარატივების გავრცელებას? ერთი რაც შეიძლება ითქვას, არ მაქვს ნანახი ბოლო კვლევები სამწუხაროდ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უკმაყოფილება რუსეთიდან შემოსული ადამიანის ეგრეთ წოდებული რელოკანტების, რომელთაც შემოვიდნენ რაღაცა პერიოდი ცხოვრობენ, უკმაყოფილება მათი საქციელის გამო, იმის გამო, რომ რა ვიცი, რამდენიმე უპატივცემულობას გამო, როგორც მინიმუმ პატივისცემით გადაეპყრობა ქართველებს, ისტორიას, კულტურას და ასე შემდეგ, ეს რაღაც დემონსტრირება აი ესეთ საქციელის, რელოკანტების მხრიდან არის რაღაც მომრავლ და უფრო მეტმა შეამჩნია და გაცილებით მეტი ადამიანის უკმაყოფილებას იწვევს, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. აი, სავარაუდოდ არ არის გამორიცხული, რომ თავისივე მომხრეებში არის ეს ძალიან დიდი უკმაყოფილება. აი რაღაც ქართველობას გვაქცევდნენ, ახლა მიეწერება, ანუ მხოლოდ როგორც თვითონ არაერთხელ აღუნიშნავთ, არა მხოლოდ ევროპელების მიმართ, არამედ ყველაზე კარგად, რასაკვირველია, ამის დემონსტრებას ახდენენ რუსეთიდან შემოსული მიგრანტები, რელოკანტები და აი ამის საპასუხოდ სურთ, რასაკვირველია, ეშინიათ ამისი, იმიტომ რომ ესკალაცია შეიძლება მოყვეს და რასაკვირველია, ქვეყნისთვის არ არის კარგი ეთნიკურ ნიადაგზე რაღაცა ტურისტის იქნება თუ შემოსული ადამიანთან გამკლავება, ეს ყველაფერი უნდა კანონის ფარგლებში მოხდეს, ხო? თუმცა უსაფრთხოების პრობლემა არის ძალიან დიდი. ამას რასაკვირველია ძნობს ქართული ოცნების მომხრეს და რაღაც თითქოს აი ამ ტალღის
შეკავება უნდა და გადატანა ისევ და ისევ ჭყალებში რადიკალურ ოპოზიციაზე, თითქოს ისინი აღვივებენ რამს. აი ესეთი ძალიან მე ვიტყოდი არასახელმწიფოებრივად არასწორად ისრების გადატანა, რაც სიძულვილის გაღვივების და ომის შეშის იდეით მართვას როგორ უნდა უპირისპირდებოდეს საზოგადოება და ოპოზიცია? ამის ანტიდოტი, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება ამას დაუპირისპირდეთ, ეს არის უბრალოდ ვილაპარაკოთ სიმართლე და ვილაპარაკოთ პასუხისმგებლიან პოლიტიკას. ანუ უსაფრთხოების თემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი თემა და რა თქმა უნდა, მოქალაქე ამორჩეველი შეხურებს როგორც მართლ პარტიას, ასევე ყველა იმ აქტორს, რომელიც პოლიტიკაშია, მათ შორის სასაკვირველი ოპოზიციურ პარტიასაც. და მოელის, რადგან ხვდება რასაკვირველია ქართული ოცნებისგან მომავალ პროპაგანდას, მაგრამ მოელის პოლიტიკოსებისგან პასუხისმგებლიან ლაპარაკს. ანუ არა მხოლოდ საუბარს უაზროდ, არამედ მართლაც იმის გააზრებას, როდესაც მოვა ეს ზალა პოლიტიკაში, როგორ დახდება ან რას უპასუხებს რუსეთისგან მომავალ აგრესიას, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, რა როლი, რა პოზიცია შეიძლება საქართველოს ეკავოს, ისეთი, რომელიც მის უსაფრთხოებაზე დადებითად აისახებს. ამ პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, პროპაგანდიდან გამომდინარე, უდიდესი წყალებში ეს სატოპე შეიძლება ითქვას არის აწეული, რომ ჩვენი უსაფრთხოება კიდია მტრის ხელში. ანუ თავიდან ბოლომდე არის გადაბარებული მტერზე და რასაც ის იზამს, აი იმაზე ვარ დამოკიდებული. და ჩვენ როგორც აქტორს, როგორც ქვეყანას, როგორც ძალა, საერთოდ არაფერი არ შეგვიძლია. აი ეს არის მთავარი, ხო, რა დასკვნა შეიძლება მოქალაქემ გამოიტანოს. და ამას არ იყენებს პოლიტიკოსი, რომლებმაც უმეტესობამ ჩათვალეს, რომ ამაზე ლაპარაკი არ არის ნუგებიანი, ან მეორე ნაწილი არის, შეიძლება კითხვია, რომ კარგია ამაზე საუბარი, მაგრამ უბრალოდ არ იციან. უპასუხისმგებლოდ არიან და არ აქვს არანაირი თავად გეგმა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. შეგახსენებთ, ჩვენი სტუმარი იყო თინა სტამბოლიშვილი. ინტერვიუს სრულ ვერსიას ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებზე შემოგთავაზებთ. აქვე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ისინი როგორც YouTube-ზე, ასევე Facebook-ზე. რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რამდენიმე დღით ადრე 4 აგვისტოს. როკის გვირაბთან რუსეთის 58 არმიის გადაადგილების ფონზე სეპარატისტული ლიდერები საბრძოლო განცხადებებს აკეთებდნენ, ხოლო ოფიციალური თბილისი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას კვლავ მოლაპარაკებებით ცდილობდა. დეტალები ჩვენს ქრონიკაში. 4 აგვისტო რუსეთის 58 არმიის 5 ბატალიონი ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს როკის გვირაბის სიახლოვეს განლაგდა. აფხაზები გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ. შეხვედრა 15 აგვისტოს ბერლინში უნდა გამართულიყო. თავის მხრივ ოს სეპარატისტთა ლიდერი კოკოითი აცხადებს, რომ იგი რუსეთის გარეშე საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. მაშინ რუსეთის ელჩის კავალენკო იყო თუ არ ვცდები არაც. კავალენკოს ესეთი დრამატული თეატრალური პერფორმანსები, როდესაც თვალზე ცრემლით ლაპარაკობს, როგორ უყვარს ქართული ფოლკლორი, როგორ უყვარს ნანი ბრეგვაძე, როგორ უყვარს საქართველო და როგორ გული შესტკივა ამ განვითარებულ მოვლენებზე და მეორეს მხრივ აი ამ თეატრში ორჯერ პავს ნანახი. ამ თეატრში არის სრულიად ნათელი, რომ ის ხელმძღვანელობს ასე ვთქვათ პოლიტიკურ პროცესს და აი ამ პოლიტიკურ კონტექსტს, რასაც მე ვთქვათ ყველა ვისმენთ ხო რუსების ნარატივს, რომ აი რაღაცა შეერაღებული ბანკფორმირებები ვერ ვაკონტროლებთ, ქართველები ბომბავენ, აი მთელი ასე ვთქვათ რუსული ნარატივი რაც იყო, აი ამას პოლიტიკურად ისტირაჟირებდა ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ თეატრზე იყო ეს ელჩი, სამხედრო თეატრზე იყო ეს ყოლახმეტოვი. სეპარატისტების ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ მინძაევი ამბობს, რომ ცხინვალი ცეცხლის გახსნისთვის მზადაა. საქართველოს ხელისუფლების პოზიციას სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ახმოვანებს. საქართველოს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას არ აპირებს და ოსურ მხარეს კვლავ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. შეთავაზება კვლავ უპასუხოდ რჩება. ყოლახმეტოვთან, რომელიც გეუბნება, რომ მე ვერ ვაკონტროლებ
ვერაფერს ვეღარ იტყვი, ხო? დაიბანა ხელები. ამიტომ იყო ლაპარაკი EUTOS-თან და EUTOS მისიასთან იყო ლაპარაკული, მათ უნდა გაეძლიერებინათ პოლიტიკური წნეხი და მანდატი შეესრულებინათ სრულად. მათი მანდატის შესრულება გულისხმობდა ჯავაში შესვლას. ჯავაში შესვლა გულისხმობდა იქ არსებული აი ამ სამხედრო აგრეგაციის ფაქტობრივად აღმოჩენა და დადასტურებას. ხო და ეს ბევრად ასე ვთქვათ საგნობრივი ბერკეტი იქნებოდა, იმიტომ რომ არც სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეიძლება ყოფილიყვნენ და არც მშვიდობის ყოფილებსაც ვერ დაარქმევდნენ და ვერ დააბრალებდნენ, რომ მშვიდობის ყოფილები არიან. ამიტომ მან ალბათ ერთ-ერთი ახლა აქედან რო შევხედოთ, ერთ-ერთი პირველი დიდი და სერიოზული ზარი საერთაშორისო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში, რომელიც ახლა დღეს თვალსაჩინოა, ხო, რა ხდება. იყო ის, რომ აი ეს უტრირებულად რო ვთქვათ, აი ამ ძალიან პატარა გლობალური კონტექსტიდან გამომდინარე თეატრშიც კი EUTOS-მ ვერაფერი ვერ გააკეთა, არ გააკეთა, ახლა ამის სპეკულირებაში მოდი არ შევიდეთ, მაგრამ ფაქტობრივი გარემოებაა, რომ EUTOS რომ შესულიყო იქ, სადაც მათ მანდატი ვრცელდებოდა და მონიტორინგი ჩაეტარებინა, ის ყველაფერი, რამაც შემდეგ განაპირობა შემოჭრის მომზადება სამხედრო თვალსაზრისით, პოლიტიკურ-სოციალური თვალსაზრისით, ნარატივების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი შეიძლება ყოფილიყო შეჩერებული. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდგარი რუსული ბატალიონი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის. კოკოითი ცხინვალიდან აცხადებს, რომ საქართველოს გასანადგურებლად მზადაა. რუსეთი უკრაინაში აგრესიული ომის პარალელურად აგზელებს ჰიბრიდულ ომს უკრაინელების წინააღმდეგ. კრემლმა საქმეში უკვე ხელოვნური ინტელექტი ჩართო. ყალბი ინფორმაცია, შეცვლილი კონტექსტი და სრულიად გენერირებული ვიდეოები ინტერნეტში რუსეთის ბრძოლის მთავარი მეთოდია. როგორ მოქმედებს რუსული ჰიბრიდული ომი რეალობაში და როგორ ცდილობს კრემლი უკრაინელებს და პოლონელებს შორის შუღლის გაღვივებას. უტს ცენტრალური ნიუსრუმის და ევგენი ვისკოვის სიუჟეტი. დღის შუქზე ვროცლავის ცენტრში სამა მაგმაკაცმა ახალგაზრდა უკრაინელი წყვილის ცემა, როგორც გაირკვა ერთ-ერთი თავდასხმელი პროფესიონალი MMA-ის მებრძოლი იყო, რომლის კარიერა ციხეში ყოფნის დროს დასრულდა. თავდასხმის ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი სკანდალი გამოიწვია, ჭმიტანილი დაკავებულია. ვროცლავში მომხდარი შემთხვევა მხოლოდ ერთ-ერთია იმ აგრესიული ინციდენტებიდან, რომლებიც ინტერნეტიდან რეალურ ცხოვრებაში გადავიდა. ანალიტიკოსები ამას პოლონურ ინტერნეტში უკრაინელების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივების კამპანიას უკავშირებენ. ეს არის Facebook გვერდი უკრაინული დანაშაული პოლონეთში. გვერდი ამტკიცებს, რომ უკრაინელი მიგრანტები პოლონელებს ზიანს აყენებენ. მას 32,000 გამომწერი ჰყავს. Типічний польський герой, тільки достав камеру. დაცვის თანამშრომელსა და კურიერს შორის კამათი, 2 ელექტროსკუტერის შეჯახება, მაღაზიასთან თვრალი ადამიანებს შორის დაპირისპირება. ყველა მსგავსი საყოფაცხოვრებო კონფლიქტი აქ ისეა წარმოდგენილი, თითქოს ეს უკრაინელების მხრიდან პოლონელების დამცირება იყოს. ვიდეოებში უკრაინელები აგრესორებად, ხულიგნებად და პროვოკატორებად არიან წარმოჩენილები. მსგავსი გვერდები ხშირად ეყრდნობა სოციალურ ქსელში შექმნილ ყალბ ანგარიშებს და ვებგვერდებს და ვირუსული გავრცელება. ინტერნეტ ანალიტიკოსი ანა მეჟინსკა მრავალი წელია იკვლევს, როგორ მუშაობს ეს სისტემა. უკრაინელთა ბანდა პოლონელებს ატერორებს. ნავროცკიმ ზელენსკის თავის ადგილი მიუჩინა. მსგავსი ხმაურიანი სათაურები ბოტების საინფორმაციო კამპანიის ნაწილია. ანა დარწმუნებულია, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის სახელმწიფო ჯილდოების დაბრუნების საკითხზე გაჩენილი დაპირისპირება რუსეთის პროპაგანდისტვის ხელსაყრელ საბაბად იქცა. მას შემდეგ, რაც ჩვენს პრეზიდენტებს შორის კონფლიქტი დაიწყო, რუსეთმა ეს სიტუაცია ანტიუკრაინული კონტენტის გასავრცელებლად გამოიყენა. დღეს ამ პროცესში ჩართულია ეგრეთ წოდებული ვიეტ სპამის ქსელებიც, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებგვერდები და ანგარიშები, რომლებსაც ვიეტნამიდან მართავენ. პრიგოჟინის დროინდელი ტროლების ფაბრიკა, სადაც ასობით ადამიანი ხელით წერდა სიძულვილის შემცველ კომენტარებს, უკვე წარსულია. ახალი რეალობა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გენერირებული ყალბი, ფოტოები და ვიდეოებია. ასე შეიქმნა ყალბი ისტორია უკრაინელ ქალზე, რომელმაც თითქოს პოლონელი მეპატრონე მოკლა. ამასალამ ასობით გაზიარება მოიპოვა, სანამ Facebook-მა ის ყალბი ინფორმაციად მონიშნა.
ასევე შეექმნა ყალბი ამბავი უკრაინელ მამაკაცზე, რომელიც თითქოს 1 კვირის განმავლობაში აწამებდა პოლონელ ქალს საკუთარ ბინაში. სინამდვილეში ფოტოზე გამოსახული იყო საქართველოს მოქალაქის პასპორტის მქონე ადამიანი, რომელიც რუსი მხატვრის მკვლობის საქმეზე იყო დაკავებული. ასევე გავრცელდა სრულად ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოები, რომლებშიც თითქოს პოლონელი სამხედროები უკრაინელების უმადურობასა და უპასუხისმგებლობაზე საუბრობენ. დეზინფორმაცია ყოველთვის ერთნაირად მოქმედებს, ის ემოციებზეა გათვლილი და არა რაციონალურ არგუმენტებზე. თუ ადამიანი ძალიან შეშინებულია, ან წუხს სხვა ეროვნების ადამიანების და ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების გარშემო, ის ასეთ კონტენტს სწორედ ემოციურად აღიქვამს. ემოციის გამოსაწვევად პროპაგანდისტები ხშირად ფაქტებსა და ლოგიკას უგულვებყოფენ. უკრაინელებს ერთდროულად წარმოაჩენენ როგორც სოციალური დახმარებაზე მცხოვრებ ადამიანებს და ამავე დროს როგორც მდიდარ უცხოელებს, რომლებიც ფუფუნებაში ცხოვრობენ. მეუფლება ბრაზი და შიში, რომ მსგავსი რამ საერთოდ ხდება პოლონეთში. ბრაზი იმიტომ, რომ სახელმწიფომ გარკვეულწილად დაუშვა ეს. წლები ამ პროცესს ვაკვირდები. ხელისუფლებას არაერთხელ აფრთხილებდნენ, თუ ისინი არ იზრუნებდნენ უკრაინელების სოციალურ ინტეგრაციაზე, არ შეაჩერებდნენ რადიკალური ჯგუფების გაძლიერებას და ამ წრეებში აგრესიის ზრდას, საბოლოოდ ქუჩებში ძალადობის აფეთქებას მივიღებდით. ვროცლავში უკრაინელი წყვილის ცემის ვიდეომ სოციალურ ქსელში ასობით 1000 ნახვა დააგროვა. ამ შემთხვევაშიც ვიდეო ურთიერთიძრულის გასაღებებლად გამოიყენება. ზოგი პოლონელებს უკრაინელების მასობრივ დევნაში ადანაშაულებს, ზოგი კი თავდასხმელების გამართლებას ცდილობს. გამოძიების ვერსიით ჩხუბის მთავარი ინიციატორი ყოფილი MMA-ის მებრძოლია. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. არ არის გამორიცხული, რომ ინციდენტამდე მასაც ენახა ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ვიდეოები. ევროპაში კიდევ ერთი ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური იმუშავებს. პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ ქართულ ენაზე მუშაობას გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს. ამ ეტაპზე პროექტი ინსტაგრამზე Deutsche Welle ქართულის სახელით იმუშავებს. მოგვიანებით კი სხვა პლატფორმებზეც გაფართოვდება. ეს ინიციატივა ევროპული საინფორმაციო ფარის პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა. ჩვენ ვართ გერმანიის საერთაშორისო მაუწყებლის Deutsche Welle-ს ქართული სამსახური. ჩვენი მიზანია სანდო მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ ქართულენოვან აუდიტორიას საქართველოზე, ევროპაზე და ასევე მსოფლიოზე. ეს მიზანი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ეტაპზე, როდესაც ვხედავთ, რომ პროპაგანდა და დეზინფორმაცია ძალიან იმატებს, განსაკუთრებით მედიის სივრცეში. და ჩვენი დიდი იმედია, რომ ქართულენოვანი Deutsche Welle-ს ქართულენოვანი სამსახურით მნიშვნელოვან როლს შევიტანთ თავისუფალი მედიის გაძლიერებაში საქართველოში. დღეისთვის სულ ეს იყო. გახსოვდეთ, ჩვენ აქ ვართ ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევანისთვის.